მართლა არ მაქვს წარმოდგენა, როგორ დარჩა ტაკერ კარლსონის ეს ამბავი ყურადღების მიღმა, იმიტომ რომ ყველა აბსურდულ რაღაცას შორის ეს ყველაზე უცნაურია. მისი აკვიატება ისლამზე, მისი აკვიატება სოციალიზმზე, ჩინეთთან დაკავშირებული ამბები, ინტერნეტში მისი ტყუილებით მანიპულირება, მისი მხარდაჭერა და შემდეგ უკან დახევა ტრამპის მიმართ. ყველა ეს უცნაური რამ, რაც მასთან მოხდა, ეს ისაა, რასაც ნამდვილად არ ველოდი და მეგონა რომ ყველაზე დიდ აჟიოტაჟს გამოიწვევდა ინტერნეტში. რადგან ის გარკვეულწილად მხარს უჭერს პედოფილურ მოძრაობას და ამის რეალური ჩანაწერებიც არსებობს. ეხლა არ ვიცი რატომ იკვირს, რადგან ეს ადამიანები ყველა ერთნაირები არიან. ისინი ყველა უგრუნდებიან ერთა და იმავე აბსურდულ სტერეოტიპს, ამ ძალაუფლების მოყარე ასაკოვან მსუქან კაცებზე, რომლებიც საბოლოოდ ძალიან კორუმპირებულები და უბრალოდ საზიზგრები აღმოჩნდებიან, მაგრამ ეს არ მუშაობს. ადამიანები ამაზე არ საუბრობენ და არ მჯერა. ვაუ, შეიძლება ცოტა ტაკივით ჩამომესმინა. ბოდიშს გიხდით ყველას. ჩვენ ვცდილობ, რომ მისი სიცილი ამ პლატფორმაზე ძალიან ხშირად არ შემოვიტანოთ, რადგან ეს გვაგრძნობინებს უსიამოვნოდ. მაგრამ ხალხო, ეს ჩანაწერი სიგიჟეა და მასზე არავინ საუბრობს. კიდევ ერთხელ მეგონა რომ ისლამის თემა ყველაზე გიჟური იყო. და მერე მისი სიტყვები ჩინეთზე კიდევ უფრო გიჟური იყო, მაგრამ ეს თითქოს ყველაფერს აჭარბებს, თითქოს ყველაფერს აჭარბებს. იმედია მზად ხართ. ეთილი იყოს თქვენი მობრძანება პუშბექში. მე ვარ მეირა კეი, თქვენი წამყვანი. რაც მოდით რომ დააჭირეთ გამოწერის ხილაკს, გააზიარეთ ეს ვიდეო მეგობართან, მოიწონეთ და აკომენტარეთ, გააკეთეთ თქვენი საქმე. ჩვენ ვტირით, ჩვენ ვქმნით წინააღმდეგობის მოძრაობას და თუ გსურთ შემოვიერთეთ, ძალიან გაგვიხარდება თქვენი აქ ყოფნა. კარგი მეგობრებო, მზად ხართ ამ ჩანაწერისთვის, რომელიც არც ერთმა ჩვენგანმა არ ველოდით, მაგრამ ალბათ უნდა გვეგრძნო. ხო, გონი მზად ხართ. კარგი. მოდით ჯერ დავიკითხოთ. შემაშფოთებელი ტაკერ კარლსონის აუდიო. ეს ჯინა მილანისგანაა. 2006-დან 2011 წლამდე ტაკერ კარლსონი ყოველ კვირას რეკავდა ბუბას, Love Sponge-ის სკანდალურ რადიო შოუში. უხამ საუბარში მან შეამცირა Warren Jeffs-ის მნიშვნელობა, რომელიც მაშინ FBI-ის 10 ყველაზე ძებნილს შორის იყო ბავშვთა ქორწინებების გამო. ეს კაცი შეიძლება ბავშვის გამაუპატიურებელი იყოს. 16 წლის და 27 წლის ქორწინების მოწყობა იგივე არ არის, რაც უცნობის ქუჩიდან აყვანა და გაუპატიურება. კარგი. ჩვენ გვიყვარს 16 წლის და 27 წლის ქორწინებები. ეს უბრალოდ შესანიშნავია, ყველა მიცის ეს. როდესაც წამყვანი აღწერს, რომ მისი ქალიშვილის სკოლაში 14 წლის გოგონები სექსუალურად ექსპერიმენტებს ატარებენ, მან თქვა, რომ არ იყვნენ ჩემი ქალიშვილები, ეს სცენარი ძალიან მომეწონებოდა. ის ხუმრობდა, რომ ბილ კლინტონს უნდა შესულიყო მრავალცოლიან ქორწინებაში რამდენიმე თინეიჯერთან. კი, სულ უფრო და უფრო შემზარავი ხდება. აუდიოში სამეული რამდენჯერმე უწოდებს ქალებს მეძავებს და იყენებს სხვა უხეშ სიტყვებს. ეხლა მართლა ძალიან შეძრწუნებული ვარ. არ ვიცი რა ვთქვა. ხო, ცოტა ასეა. გახსოვდეთ, ტაკერ კარლსონი. ქრისტიანი, ღრმად მორწმუნე, უფრის მოყვარული და რა თქმა უნდა, უცნაური და შეუფერებელი სექსუალური თემების მოყვარულიც. მოდით ავად მოусმინოთ. ის ციხეშია ბავშვის გაუპატიურების ხელშეწყობისთვის. რაც არ უნდა ნიშნავდეს ეს. ეს ნიშნავს, რომ ციხეშია იმიტომ, რომ უცნაურია, არაპოპულარულია და აქვს ისეთი ცხოვრების წესი, რომელიც სხვებს უცნაურად ეჩვენებათ. არა. ის ბავშვების გაუპატიურებაში თანამონაწილეა. ეს მძიმე დანაშაულია და სერიოზული ბრალდება. დიახ, ბავშვების გაუპატიურებაში თანამონაწილეობა მართლაც ძალიან ცუდია, ასე ვფიქრობ. ანუ შეიძლება იმიტომ, რომ ისლამის მოყვარული ხარ, ასე არ ფიქრობ. მაგრამ პირადად მე ვფიქრობ, რომ ადამიანების უმეტესობა დამეთანხმება, რომ ბავშვების გაუპატიურებაში თანამონაწილეობა ცუდია და არაკარგი. რას გულისხმობ თანამონაწილეობაში? მას რაღაც უცნაური რელიგიური სექტა აქვს, სადაც ფიქრობს, რომ არასრულწლოვან გოგონებზე დაქორწინება ნორმალურია, მაგრამ თვითონ ეს არ გაუკეთებია. რატო არ უნდა იყოს ის კაცი, ვინც რეალურად ჩაიდინა ეს, ვინც არასრულწლოვან გოგონასთან სექსი ჰქონდა, ის უნდა იხდიდეს უადო პატიმრობას. ამ შემთხვევაში მოძალადემ აეღო თავის თავზე მთელი ცხოვრების ვალდებულება, რომ იცხოვროს და უროს და იზრუნოს ამ ადამიანზე. ეს რომ ეს ცოტა განსხვავებულია, მოდი უბრალოდ გულწრფელები ვიყოთ ამაზე. მოდი უბრალოდ გულწრფელები ვიყოთ. Be honest? ამაზე. ღმერთო. მეგობრებო, გაფრთხილებთ. აუდიო კიდევ უფრო უარესდება. დიახ, ნამდვილად უარესდება. მაგრამ ჯერ ძალიან სწრაფად რამდენიმე სიტყვა ჩვენი სპონსორებისგან. უნდა ვისაუბროთ Medicare-ზე. რადგან თუ Medicare-ზე ხათქიარზე ხართ, დაფიქრდით, როგორ აირჩიეთ თქვენი გეგმა. ვინმემ შეადარა ყველა ვარიანტი და დაგეხმარათ საუკეთესო არჩევანის გაკეთებაში თქვენი ექიმებისთვის, რეცეპტებისთვის და საჭიროებებისთვის. თუ უბრალოდ რამდენიმე გეგმა მოგცეს და გითხრეს, აირჩიო. უმეტესობისთვის სამწუხაროდ ეს მეორეა. და სწორედ ამიტომ მინდა გითხრათ Chapter-ზე, რადგან Chapter განსხვავებულია. ისინი დამოუკიდებლები არიან და ერთადერთი Medicare მრჩევლები არიან, რომლებიც ადარებენ ყველა ხელმისაწვდომ გეგმას ქვეყნის მასშტაბით და არა მხოლოდ იმ გეგმებს, რომლებიც მათ ყველაზე მეტად აძლევთ სარგებელს. ისინი ამოწმებენ თქვენს ექიმებს, რეცეპტებს და პრიორიტეტებს და შემდეგ ირჩევენ გეგმას, რომელიც ნამდვილად შეგეფერებათ. მათი მრჩევლები ხელფასზე მუშაობენ. ამიტომ ისინი ნამდვილად არ გიბიძგებენ კონკრეტული გეგმებისკენ. ისინი იქ არიან, რომ დაგეხმარონ სწორად აირჩიოთ.
თუ უკვე სწორ გეგმაზე ხართ, გეტყვიან ამას. თუ არა, დაგეხმარებიან გადართვაში. გასულ წელს ხანდაზმულებმა, რომლებმაც შეცვალეს გეგმა Chapter-ის საშუალებით, საშუალოდ $1000-ზე მეტი დაზოგეს. ზარი უფასოა დაახლოებით 20 წუთს გრძელდება და შეიძლება თქვენ ან თქვენ საყვარელ ადამიანს ბევრი ფული და სტრესი დაგიზოგოთ და ჩვენ სწორედ ამისთვის ვართ აქ. ასე რომ თუ ყავთ მშობელი, ბებია, ბაბუა ან მედიქერზე მყოფი საყვარელი ადამიანი, ნამდვილად ღირს რომ გადაამოწმოთ ეს. დარეკეთ Chapter-ში ნომერზე 6 106 104 3327. 610, 680, 3327. მოდით დავიწყოთ ფულის დაზოგვა უკვე ახლა. დიახ, მოდით დავიწყოთ ფულის დაზოგვა და ასევე შევწყვიტოთ შეპყრობა შემაძრწუნებელი პედოფილებით, Tucker Carlson. ღმერთო, ანუ კიდევ ერთხელ, რატო უნდა გამიგვირდეს? არ მიგვირს. რაც მიგვირს ისაა, რომ ამაზე უფრო მეტი აჟიოტაჟია. მაგრამ კიდევ ერთხელ გახსოვდეთ, ეს ახალი შეპყრობა ტაკერით მოდის ჩვენი საზოგადოების მშვენიერი ბავშვების მოყვარულებისგან. უკვე ზუსტად იცით, რაზე ვლაპარაკობ. კისლამი. რატომ არ დავარქვათ მას კისლამი, ან კილსლამი? კილსლამი. რა კარგი მეცახელია. არ მჯერა რომ ახლა მოვიფიქრე. მოდით ვისაუბროთ კილსლამზე, მეგობრებო. ის არედება ბრალი, რომ ვინმე შეხებია. მას ბრავაცდებენ, რომ ხელი შეუწყო 16 წლის გოგოსა და 27 წლის მამაკაც შორის ქორწინებას. ეს არის ბრალდება. ამას ისინი უწოდებენ ძიმე დანაშაულის ღამეს. ბიჭებო, უფროსი მამაკაცი, რომელიც ხელს უწყობს, ანუ იძულებს არალეგალურ ქორწინებას, ეს ძალაუფლების ძალიან ღრმა ბოროტად გამოყენებაა. ჩემთვის გულწრფელად რომ თქვა, ეს უფრო უარესია, ვიდრე უფროსი მამაკაცი, რომელიც ახალდაზრდა გოგოს ცოლად ირთავს. მე ვფიქრობ, ნებისმიერი მამაკაცი ან ქალი, ვინც აძლევს უფლებას სექსუალური ექსპლუატაციისთვის, სექსუალური ტრეფიკინგისთვის ან არასრულწლოვანსა და სრულწლოვანს შორის ქორწინებისთვის, ჩემთვის ეს მილიონჯერ უფრო უარესია, ვიდრე თვითონ ის ფაქტი, როცა 27 წლის ადამიანი 16 წლისას ირთავს ცოლად. იმიტომ რომ ისინი ამის საშუალებას აძლევენ საკუთარ საზოგადოებაში. ისინი უბიძგებენ გოგონებს და იყენებენ საკუთარ ძალაუფლებას, რომ ადამიანებს არ მისცენ საშუალება გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან. არ ვიცი ვინ არის ეს 27 წლის ადამიანი. არ ვიცი რა ისტორია იქ, მაგრამ თუ არსებობს კაცი, რომელიც ასეთ ქორწინებებს ხელს უწყობს, რომელიც ამ სექტას მართავს, თუნდაც თვითონ არ აკეთებდეს ამას, ჩემთვის ეს ბევრად უარესია. ანუ ისევ, არა იმდენად უარესია. ცოტა ვაჯარბებ, მაგრამ მოდი ერთი წამით გამოვიდეთ ამ თემიდან. მოდი უბრალოდ ვიმსჯელოთ ამაზე, კარგი? თუ ხავს კაცი, უფროსი ასაკის, რომელიც უყურებს, როგორ აუპატიურებს ვიღაცა ახალგაზრდა არასრულწლოვანს, შენთვის რომელი უფრო შემაწუხებელია? ის, ვინც აუპატიურებს, თუ ის, ვინც ამას უყურებს, აძლევს უფლებას და არაჩერებს? ჩემი აზრით, ისინი მინიმუმ თანაბრად დამნაშავენი არიან, მინიმუმ თანაბრად. ეხლა თუ ვიღაცა ამას რამდენჯერმე აკეთებს, აწყობს ისე, რომ ვინმეს შეეძლოს ახალგაზრდა არასრულწლოვნის გაუპატიურება და ეს ისევ და ისევ მეორდება, ჩემთვის ეს ნამდვილად ბოროტებაა, ნამდვილად ბოროტება. ორივე ბოროტია, მაგრამ ეს განსაკუთრებით ბოროტია. ამას რომ ამართლებენ, ცოტა აბსურდულია. ბოდიში. ეხლა შეიძლება ეს ბიჭი ესეთი იყოს, სტომი. მე არ ვარ. უბრალოდ გეუბნები. 16 წლის და 27 წლის ქორწინების მოწყობა იგივე არ არის, რაც ქუჩიდან უცნობის აყვანა და მისი გაუპატიურება. ეს სისულელეა. მაგრამ იცი რა, ჩემი მოკლე გამოცდილებით იცი რა აგზნეთ ქალებს. მათთან კამათი. ხო. ბრენდი მე ამას არასდროს ვიყენებ. მართალია. პოლიტიკაზე კამათობ ქალთან და იცი ბრალოდ, იცი, ოლომდე მიდიხარ, განსაკუთრებით ფემინიზმზე. თუ ფემინისტებს საუბრები და ის გეუბნება, იცი, კაცებმა უფრო მგრძნობიარეები უნდა იყვნენ და ახმენ და ასე შემდეგ. არა, სინამდვილეში კაცებს არ სჭირდებათ უფრო მგრძნობიარობა. უბრალოდ უნდა იყოს ჩუმად და აკეთო ის, რასაც გეუბნებიან. და ცოტა მოდუნდი. ეს ძალიან მოსტონთ. ლექსუს სტიუარტი, მას სულ ხვდებით. ეს ესეთი ჩანს, საშინელია. ხო, ესეთია, ისინი ძალიან პროვინციელები არიან. ის ძალიან extra mallory ჩანს. მომწონს, როცა ამ სიტყვას მისგან ვისმენ. ხო, მან გადამაბიჯა, ის როგორ ჩანს? ეხლა გააგრძელე. ის მართლა ცოტა პროვინციელად ჩანს. როცა თქვი უბრალოდ დაგეთახმენ. უბრალოდ, არ შემიძლია. რაღაც ძალიან დამონცირებელია იმ მამაკაცებში, რომლებიც საკუთარ თავს მორალურ არსებებად თვლიან, ან რელიგიის ნაწილად მიიჩნევენ და ასე ლაპარაკობენ ქალებზე. ჩემთვის ასე ნათელია, რომ კაცის საქმეა დაიცვას და გაუფრთხილდეს ქალს და არა დაამციროს და დასცინოს. და როცა ასეთ რაღაცებს ამბობენ, ჩემში ყველაფერი ყირაზე დგება, როცა ამბობენ, ხო, მათ უბრალოდ უყვართ, როცა ვებძვით. უბრალოდ მე იმ სიტყვას არ ვიყენებ. მე Tucker Carlson თუნაიძე MSMA-ზე ვამბობ, რომ გოგონა, რომელიც ესეთ კონტენტს ნახავს, გულისხმობ, მე მოვისმინე მისი ნათქვამი. ეხლა ნე ბრენდის ფანი ვარ, ასე რომ კარგი, ჩემს მიკერდოებას პირდაპირ ვაცხადებ აქ. მაგრამ მე მოვისმინე მისი საუბარი მასთან ერთად და უბრალოდ მინდოდა ის სილის გაძნა, რაც თვითონ თქვა. სინამდვილეში მინდა, როცა ის წევს. უბრალოდ მინდა მივცე ის უკანალზე ტყაპუნი, რაც ასე ძალიან სჭირდება, ციტატა. უბრალოდ მინდა მივცე ის სილის გაძნა, რაც ასე ძალიან სჭირდება. Tucker Carlson ამ დროს დაქორწინებული იყო. მოდი გადავამოწმოთ.
ტაკერ კარლსონის ქორწინება. მოდი ვნახოთ. კარგი. როდის დაქორწინდა ის? კარგი, ის სიუზან ენდრიუსია დაქორწინებული 1991 წლიდან. მათ 4 შვილი ჰყავთ ერთად. გრძელვადიანი ქორწინება, 30 წელზე მეტი. კარგი. ეს კაცი დაქორწინებულია. ის დაქორწინებულია და ამბობს, რომ სხვა ქალს საჯდომზე უნდა გაარტყას, რაც ასე ძალიან სჭირდება. გითხარ, რომ ის ნამდვილი ქრისტიანი არისო. მისი თავი შენს საწოლშია ღამით. ზუსტად იცი ვინ არის მის საძინებელში და რას აკეთებენ? არავინ, მხოლოდ ის. ხო, როცა ის საერთო სათვალებელშია და ეს პატარა გოგოები ექსპერიმენტებს იწყებენ, შემდეგი რაც ხდება, იცი, უკვე ლესბოსელი ყავს. არ მგონია რომ ისინი ხსნიან. შემდეგი რაც ხდება, ბრენდ, რა ხდება საერთო საცხოვრებელში? არაფერი. არ მაქვს PSP სათამაშოდ, არაფერი ხდება. დედა და მამა აქ არ მყავს რომ მითხრან უყვარ ვარ და საწოლში ჩამოწვინონ. აი ტრიქსი აქ არის და უნდა რომ ცოტა ჩემი სხეული გამოიკვლიოს. ჰეი, მოდი გავგიჟდეთ. ვაუ, რომ არ იყოს შენი შვილი, იცი? რომ არ იყოს ჩემი შვილი, ეგ სცენარი ძალიან მომეწონებოდა. შეგახსენებთ, ეს კაცი დაქორწინებულია. აი რომ არ იყოს ჩემი შვილი, ეგ სცენარი ძალიან მომეწონებოდა. გონია რომ ეს საკმაოდ ნაკლებად სავარაუდოა. რამდენადაც უცნაურიც არ უნდა იყოს, რამდენი წლისაა შენი შვილი? 14. მე მიყვარს კალები, მაგრამ ისინი ძალიან პრიმიტიულები არიან. ისინი მარტივები არიან. მათი გაგება არც ისე რთულია. პერისისა და ბრიტანის ობამასთან ერთად რეკლამაში ჩასმა კლასიკური ძველი სტილის რასობრივი შერევაა. ძველი სამხრეთი. ბიძია ტომი. ეს ძველი სამხრეთია. ეს ორი ახალგაზრდა თეთრკანიანი გოგო შავკანიანს ხვანიანს ხვდებიან. თქვენ ამბობთ რომ ის მოდის თქვენი უმციკლო თეთრკანიანი ქალიშვილისთვის. ორი ადამიანის ერთად დაყენებით. ამერიკაში ყველაზე დიდი თეთრკანიანი მედოებიდან ორის ერთად დაყენებით. შენ გინდა სარა პეილინთან სექსი, ხო? ეგეც არის. ხო, ეგეც არის. ამას ვეთანხმები. მეწოდებიან ულამაზო ქალები. ეს მათი ბრალი არ არის, ხომ იცი? დაჯობია ჰოკეის, მარიხუანას და მეძავებს. გულისხმობ, მაგრამ იცი, პირველ რიგში არც ერთი კანადელი ქალი არ არის ისეთი, ვისთან დასაძინებლად ფულის გადახდა მოგინდებოდა. ვინც პასუხობს, რომ ჩემი საჩვენებელი ცოლია, ჩემი საყვარელი საკუთრება, ეგ არის. ჩემი გმირი. ბიჭო. ისევ, არ ვიცი რატომ გვიკვირს. გასაკვირი არაფერია. ეს ძველი თეთრკანიანი მედიის კაცები. აქ გასაკვირი არაფერია. მაგრამ ისევ, რატომ არ ლაპარაკობენ ამაზე ასე ხშირად? რატომ? რატომ არ ამბობენ ადამიანები უბრალოდ? საზიზღარი ბინძური კაცი, რომელმაც საზიზღარი ბინძური რაღაცები თქვა. ჩემთვის კაცი, რომელსაც არ ყოფნის სოლისადმი პატივისცემა იმისთვის, რომ ასეთ რამეებს საჯაროდ არ თქვას, არის კაცი, რომელსაც უბრალოდ ვერ ენდობი. შეიძლება გადაჯარბებაა, შეიძლება ეს მაღალი სტანდარტია, მაგრამ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გზა იმის გასაგებად, შეგიძლია თუ არა ენდო ვინმეს, არის ის, თუ როგორ ლაპარაკობს ის იმ ადამიანზე, ვისთანაც მთელი ცხოვრება გადაწყვიტა დაქორწინება. და საქმე არ არის იმაში, რომ მან ცოლზე კონკრეტულად რამე თქვა, არამედ იმაში, რომ ის ასე თავისუფლად ლაპარაკობს სხვა ქალებზე, მაშინ როცა დაქორწინებულია, რაც სრულიად უპატივცემლობას გამოხატავს მის მიმართ. და თუ მზად ხარ, რომ არც ეპატივი შენს მეორე ნახევარს, მაშინ მზად ხარ, რომ არაფერს არც ეპატივი. საერთაშორის თუ ვინმე ხართ, ვინც საჯაროდ ცუდად ლაპარაკობს თავის მეუღლეზე, სირთვილია თქვენზე, რადგან ეს მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ ისეთივე ნაგავი ადამიანი ჩანხართ, როგორიც ტაკერ კარლსონი ახლა. მადლობა ყურადღებისთვის.